იყო ესე იგი ფაქტობრივად არც ერთი ინსტიტუციონალური მნიშვნელოვანი რეფორმა არ ჩატარებულა იქნება სამოქალაქო ოფისის ან უშუალოდ თავდაცვის ძალების განვითარების კუთხით, სადაც უშუალოდ პარტნიორობა არ იყო ამერიკელების, ევროპელი მეგობრების, ბრიტანელების. და ეს იყო ხშირ შემთხვევაში კონკრეტული პროგრამები, რომელიც მთელ რიგ საკითხებს აგვარებდა. უშუალო გადამზადებიდან დაწყებული ჯარის წვრთნა, მომზადება, განათლება, რაც თავარია და ინტელექტუალური ბაზისი, ანუ ჯარის ყოველდღიური ცხოვრების საოპერაციო დოკუმენტები რაც არის ესე ვთქვათ, ხო? აი საველე წესდებები ეს ყველაფერი აეწყო დასავლურ მოდელს. მთლიანი ხერხემალი ჩვენი თავდაცვის არის ჩამოყალიბებული დასავლურ ყაიდას, ამას ვთქვათ. ამის გარდა სანაპირო თავდაცვა თუ ზოგადად ჩვენი უსაფრთხოების სისტემაში შემოვლილი სხვა უწყებები ხო ძალიან მჭიდროდ არიან დაკავშირებული. საზღვრის უსაფრთხოებაზე ბირთვული ეს ბიოლოგიური ეს ქიმიური მსგავსი ტიპის უსაფრთხოების თვალსაზრისით არ მოხდეს სხვადასხვა კონტრაბანდის შემოტანა, ხო? აი რაღაც ესეთი ნივთიერებების და რაღაცების. ამისგან დაცვა, სანაპიროზე თუ კი რამე ელემენტარული უსაფრთხოების ისინი გვაქვს ყველგან პირდაპირ მონაწილეობას, ჩვენ არ გვექნებოდა უბრალოდ ეგეთი დაცული საზღვარი, ელემენტარულად რომ არა ამერიკელების პირდაპირ დახმარება. არ გვექნებოდა ესეთი საკმაოდ წარმატებული ანტიტერორისტული ღონისძიებები, რომ არა ამერიკელების დახმარება.